მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით მერვე მარშრუტის ვიდეოთი. გამოსასვლელს ხედავთ, ამ ადგილიდან უნდა გამოვიდეთ მარცხენა ციმციმით, მხარზე უნდა გავხედოთ მარცხენა მხარეს, წრეულზე როცა არავინ არ იქნება, მაშინ შემოვერთდეთ წრეულს, ჩავრთოთ მარჯვენა ციმციმა და ჩამოვიდეთ მეორე ჩამოსახვევში. პირველივე ჩასასვლელში არ შეიძლება ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, მანქანა მივლის გვერდზეხა და გადმოვალ შემდეგ ესე შევამოწმე სარკე, მხარი და აუცილებლად მარცხენა მაჩვენებელი გამოვიყენეთ. თუ მაჩვენებლებს არ გამოვიყენებთ, სუბუქ შეცდომით დაგვიგროვდება, ზოგან ეგრევე მძიმე შეცდომა გამოვა. ქვეითებს ეღანვე როგორც კი დავინახეთ, ნელ-ნელა მუხრუჭის შეპარება დავიწყე, რომ მერე ახლოს მკვეთრად არ მომიწიოს მუხრუჭზე ფეხის დაჭერა. ვიმეორებ 50 გვაქვს მაქსიმალურ სიჩქარე და 40-45-ით უნდა ჩამოვიდეთ. ჩამოსვლის მომენტში ვითვალისწინებთ იმასაც, რომ მუხრუჭით გვიწევს ჩამოსვლა, ანუ ოდნავ ავაჩქარებთ თუ არა, დაღმართი არის, სწრაფად იკრიფავს მანქანა სიჩქარეს და შენელება გვიწევს. 500 მეტრი, 300 მეტრიო მარჯვნივ დაგვიძახებ და ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, სარკე შევამოწმებ, გვერდით გამოვხედავ და გადმოვალ მარჯვენა მხარეს. ამ შემთხვევაში ნელ-ნელა ეხა შევანელებ, მოძრაობას გავყვები, მარჯვენა მხარეს იმდენად ვიწრო არის, რომ მანქანა რო შევიყვანო, ზოლს გადავკვეთავ, ამიტომ ვეცდები, რომ ზოლი არ გადავკვეთო და ისე გავიარო. შესაბამისად მომიწევს, რომ დაველოდო რამდენიმე მანქანას. აი ეს შავი მანქანა გვიშლის ხელს. ეხა ნელ-ნელა მივყვები, შავი გავიდა, ეს თეთრი ხელს აღარ გვიშლის, მაგრამ მაინც ნელ-ნელა მივდივართ, რომ შეიძლება უცებ გადმოვიდეს ჩვენ მხარეს. ძალიან ფრთხილად გავივლით. მალე მოუხვე მარჯვნივ, ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმა, ამ შემთხვევაში მანქანა მეფარება ისევ, ანუ მხარზე რო გავხედო, ვერაფერს დავინახავ, ცოტათი წინ წამოვალ, გავიხედე, რამდენიმე მანქანა არის ნელა მოდიან, შემოვერთდი, 70-იანი ზონა მაქვს, მარცხენა ციმციმას ჩავრთავ, ნელ-ნელა ავაჩქარებ, ერთი მანქანა მოდის, შევიდეს, მხარზეც გამოვიხედებით და გადმოვალ. 70 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, 60-65-ით შეგვიძლია რომ თავისუფლად ვიმოძრავთ, 70-ს არ გადავაჭარბოთ, რაც მთავარია. ამ მონაკვეთში მთავარი არის, რომ ზოლის სწორად გაკონტროლება მოახერხოთ და მარცხნივ ან მარჯვნივ ჩვენინების გარეშე არ იმოძრავოს მანქანამ, ანუ როგორც ჩვენ გვინდა, რომ ზუსტად და ესე ცენტრი დავიკავოთ და პირდაპირ ისე გავაგრძელოთ მოძრაობა, ისე უნდა იმოძრავოს. არ უნდა ვიმოძრავოთ ეს ცერად, აი მარცხნივ, მარჯვნივ. მსგავსი მოქმედებების გაკეთება არ შეიძლება. ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მარცხნივ უნდა მოვუხვიოთ, ჯერჯერობით პირდაპირ ვაგრძელეთ მოძრაობას, პირველ ჩასახვევში არ ჩავდივართ, უნდა ჩავიდეთ თბილისის ქუჩაზე, მეორე ჩასახვევში. მერვე მარშრუტი არ შეცვლილა, იგივე არის, რაც ძველი, შესაბამისად, განახლებული ვიდეოს დადებაც ჩვეულებრივი მოვლენა არის, რომ რაღაც პერიოდში ერთხელ განვანახლოთ, ახალი სიტუაცია შევაფასოთ, მაგრამ მერვე მარშრუტი ზოგადად არ არის შეცვლილი, ზუსტად იგივეა, რაც იყო მანამდე. მარცხნივ მოხვევის შემდეგ ესენი რომ მოუხვევენ და ჩვენ რომ გავწდებით, უკვე დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მოუხვიოთ მარცხნივ, მარცხენა მხარეს გამოვიხედე, ეს მანქანა ამოდიოდა და გზაზე არ ჩაგვიჭრავს. თავარია, აქედან გვეტყვის, რომ 500 მეტრში მარცხნივ უნდა მოვუხვიოთ. ჩვეულებრივ ეხა ამ მომენტში 40-ით მოვდივარ, იმიტომ რომ ჩემ წინ მიმავალი ტრანსპორტი ნელა მიდის, 50-ით ესე ნელა აჩქარებს. შესაბამისად, ჩვენც მივყვებით იგივე ტემპით. ჩვენთვის თავარია, რომ დაშვებულ ზღვარს 70-ს არ გადავწდეთ. მარცხენა მხარეს არ მიიწიოთ ზედმეტად, იმიტომ რომ ხაზები რადგან არ ჩანს, შეიძლება გადაკვეთოთ და ჩაიჭრათ და მარჯვენა მხარეს კიდე თავარია გზიდან არ გადავიდეთ. აი მანქანამ ეხა წინ კადრში ჩანს უკვე გადაკვეთა, ხო? 300 მეტრი მარცხნივ გვეტყოდა ცოტა ხნის წინ, ეხა აქ გვეუბნება, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, შევანელებ ნელ-ნელა მანქანას, მარცხენა სარკეს შევამოწმებ, წინიდან წამოსული მანქანა როგორც კი გაივლის, მოვუხვევ მარცხნივ. აი ესე დავძარი, მარცხენა სარკე გვერდით შევამოწმე, არავინ ამომიჭრას გზა, ტრაილერს ხედავდით, რომ გაჩერებული იდგა და არ გადმოგვიჭრა გზა, ჩვეულებრივ გავაგრძელეთ მოძრაობა. აქედან ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ, არც ერთ შემთხვევაში არ ვჩქარობთ. 50 გვაქვს მაქსიმალური, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, სარკე მხარზე მარჯვენა ფანჯარას გავხედე და გადმოვედი. ხო, მხარზე გახედვა ბევრს ეშლება ხოლმე როგორ. არის ადგილები, სადაც უბრალოდ ფანჯრებში უნდა გავხედოთ გვერდზე, ანუ მარცხნივ და მარჯვნივ, არის ადგილები, სადაც უკან გვიწევს, რომ გავხედოთ. ამასაც მხარზე გახედვა ქვია. უკანა მხარეს გვიწევს უბრალოდ გახედვა. ამ მარშრუტზე უკან რო ამოვალთ ჩვენ და თბილისის ქუჩიდან მოგვიწევს რომ ავიდეთ ზევით უკვე და შევუერთდეთ 70-იან გზას, იქ იქნება ეგ მონაკვეთი, სადაც ჩვენ
მოგვიწევს რომ მხარზე მარცხნივ კარგად გავიხედოთ, ანუ მხოლოდ ფანჯარა არ იქნება საკმარისი და მოშორებით მოგვიწევს რომ გავხედოთ. 50-იანი გზა არის, ახლა ზედმეტად შევანელე, იმიტომ რომ რაღაცას ვასწორებდი აქ. აღმართზე როგორც გითხარით, აი პატარა აღმართს როგორც კი გადავალთ, ხოლმე წინ გამოჩნდება დაბრკოლება. ამ შემთხვევაში არ გამოჩნდა, შესაბამისად არც გადასვლას არ ვიჩქარებ. როცა დავინახავ, მე გადავალ უკვე მარცხენა ზოლში. 30-იანი ზონა გვაქვს, მარცხნივ მარჯვნივ გზაჯვარედინზე გავიხედეთ, ქვეითთა გადასასვლელზე გავიხედეთ და ვაგრძელებთ მოძრაობას. ნელ-ნელა ისევ ავაჩქარებ მანქანას, როგორც კი ზებრას და გზაჯვარედინს დავტოვებ, დაბრკოლება დავინახე, მარცხენა ციმციმა, სარკე, მხარი, კიდევ ერთხელ სარკე და გადმოვედი. რაც უფრო მეტჯერ ამოწმებთ, ანუ ორჯერ, ორი უკვე მეტია რა. მაგას გულისხმობ, რომ ორი შემოწმება უკვე იდეალურია. 3, 4, 5 და 6 უკვე ზედმეტი იქნება. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც გვიწევს შემოწმება, მაგრამ ამ დროს ზედმეტი არ იქნება, როცა საჭიროება მოითხოვს. ზედმეტი მაშინ იქნება, როცა არავინ არ იქნება, დარწმუნებულები ვართ და კიდევ მაინც ჩავიხედავთ. მარჯვენა მხარეს დაინახეთ ალბათ, რომ მანქანა გამოდიოდა, უერთდებოდა მარცხენა ზოლს, მარჯვენა ზოლიდან მარცხნივ გადმოდიოდა, მე შევანელე მანქანა, რომ თუ გადმომიჭრიდა, მაგ შემთხვევაში მძიმედ არ დამჭირვებოდა ტორმუზე ფეხის დაჭერა. 30-იანი ისევ გქონდა, ისევ დავტოვეთ, ისევ 50 გვაქვს, ავაჩქარეთ, ხშირად მეორდება, აი ისევ 30-იანი მარჯვენა მხარეს ჩანს, ხო? ნელ-ნელა, ანუ მანქანის შენელება დავიწყეთ. ზებრა გადასასვლელი მარცხნივ, მარჯვნივ გავიხედე, არავინ მოძრაობს არ ზებრაზე, არც გზაჯვარედინზე არავინ გვიჭრის. ამოვედით თუ არა ზებრიდან, ჩამოვდივართ თუ არა ქვევით, ეგრევე ისევ 50 გვაქვს და ნელ-ნელა ვაჩქარებთ. აქ უკვე ზედმეტად აღარ ავაჩქაროთ, მაინც რომ აი მარცხენა მხარეს ქვეითი მოდის. ამ შემთხვევაში მე ხა უკვე გაზზე ფეხი გავუშვი, მანქანა შევანელე და ნელა გავიარე, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ჩემი მიმართულებით, ანუ უკან არ დაბრუნდებოდა. ქვეითებს ხედავ, გზა მხოლოდ მარცხნივ აქვს ზებრაზე, სავარაუდოდ და აქეთკენ წამოვლენ, შევანელებ, დაუთმობ. კომპიუტერიც გვეტყოდა, რომ 500 მეტრი მარცხნივ, 300 მეტრი მარცხნივ აუცილებლად ბოლომდე ასვლას ველოდებით ქვეითებისას. ბოლომდე, როდესაც ადიან, კუნძული აი ესე მიწა, როცა გვაქვს მარცხნივ ან მარჯვენა მხარეს, ბოლომდე ასვლას ველოდებით. სხვა შემთხვევაში, ბოლო ქვეითი ჩვენ ზოლს როცა გასდება 2-3 ნაბიჯით, შეგვიძლია რომ მოძრაობა გავაგრძელოთ. მალე მოუხვეთ მარცხნივო, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, ოდნავ შორიდან აი ესე შემოვალთ, მარჯვენა მხარეს მხარზე გავიხედები და გავაგრძელებ მოძრაობას მარცხენა ზოლში. ხედავთ რომ 50 გვაქვს ახლა მაქსიმალური სიჩქარე. ნელ-ნელა გავაგრძელებ მოძრაობას და დამიძახებს 500 მეტრში მარჯვნივ მოუხვიე. ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, სარკეს შევამოწმებ, მხარს შევამოწმებ და გადმოვალ. იმის მიუხედავად, რომ წინ დაბრკოლება მაქვს, მირჩევნია იქვე გვერდი ავუარო, ვიდრე მე გადმოსვლა ვერ მოვახერხო მარჯვენა მხარეს. მარცხენა ციმციმა 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ დაგვიძახებ და ავუარეთ გვერდი, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, დავბრუნდები და აუცილებლად აი აქ გვეტყვის, რომ მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ და ციმციმას ხელახლად ჩავრთავთ. ქვეითთა გადასასვლელზე არავინ არ მოძრაობს, ეს ბავშვი ხა გადავიდა, შესაბამისად მაგას აღარ უთმობთ. მარცხენა მხარეს აქედანვე მხარზე გავიხედებ, კიდევ ერთხელ შევამოწმებ და შემოვალ დავინახე რომ მანქანები შორს მოდიან. სარკეს ჩავიხედები ახლა მაინც რო უსაფრთხოება დავიცვათ. 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, 40, 45 თუ ნავიმოძრაოთ. ისევ იგივე, ქალაქში როცა მოძრაობთ, ჩვეულებრივ და წინ გიწევთ მოძრაობა, წინ მოძრაობის დროს გვამოწმებენ იმას, თუ რამდენად დავიჭერთ სტაბილურ სიჩქარეს და ზოლში რამდენად სტაბილურად ვიმოძრავებთ პირდაპირ. ანუ არ უნდა მოგვიწევს მარცხნივ, მარჯვნივ მოძრაობა, უნდა გვიწევდეს აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ მოძრაობა. ანუ საჭესრო ხელები გაუშვა პირდაპირ მიდის. ანუ გამოდის, რომ ჩვენ არ უნდა შევუშალოთ მანქანას ხელი წინ მოძრაობაში, ან გვერდებზე არ უნდა ვამოძრაოთ საჭი. სუბუქად გვიჭერია და არ უშლით ხელს. აქედან დაგვიძახებს 500 მეტრში, რომ მარჯვნივ უნდა მოვუხვიოთ. შემდეგ გავივლით 200 მეტრს, დაგვიძახებს 300 მეტრში მოვუხვიეთ მარჯვნივ. აქ შეიძლება გითხრათ წრიული, იმიტომ რომ მონახაზი ქვევით წრიulis არის და შეიძლება გითხრათ, რომ წრიული მოძრაობა მარჯვნივ, ხო? ახეთ ახლა მოვუახლოვდი, მალე მოვუხვიოთ მარჯვნივ, ან მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ, იმიტომ რომ წესი წრიულია და წრიული უნდა გვიკარნახოს. მარჯვენა სარკე შევამოწმე, არავინ გადმომიჭრას გზა, ოდნავ შემოუხვეთ თუ არა, მარცხნივ დავიხედე გვერდიდან, არავინ ჩამომიხტეს, იმიტომ რომ იციან ხოლმე უცებ ჩამოსვლა ხოლმე გვერდით და ზოლიდან, აქედან უკვე მოგცემს ახალ მითითებას, რომ 500 მეტრში მარცხნივ უნდა მოვუხვიოთ. ნელ-ნელა წამოვედით მარცხენა მხარეს.
მარჯვენა ზოლს მოვყვებით, რაც თავარია, შემდეგ გვეუბნება, რომ 300 მეტრში მარცხნივ მოვუხოთ, აქ ქვეითა გადასასვლელია, ამიტომ გავაჩერებ მანქანას, ქვეითები ბოლომდე გავიდნენ, გაცდნენ ზებრის მარჯვნივ ერთი ნიშანი, მარცხნივ ერთი ნიშანი. ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, სარკე შევამოწმებ, გვერდით გადმოვხედავ, ოდნავ გადმოვიწევი და ეს მანქანა საპირისპირო ზოლიდანაც გაგვასწრებს, აი ეს. იმიტომ რომ იქ იმ ზოლიდან ჩამოვიდა 300 მეტრის გვითხა და აქ არის ჩვენი მარცხნივ მოსახვევი. აი ესე, მალე მოუხვეთ მარცხნივ, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, კარგად მივაქციოთ ეს მანქანა, ეხლა ზედმეტად მარჯვნიდან მოუხვი ამ მანქანამ, სარკე შევამოწმე, წინიდან შემოდიან მანქანები და ვალდებულები არიან, რომ თან 30-ზე ნაკლებით იმოძრავონ, შეზღუდვა არის იქ 30-იანი და შემოვდივართ აუცილებლად მარცხენა ზოლში. აქ თუ თქვენ შემოხვედით მარჯვენა ზოლში, ავტომატურად შეცდომა დაგეწერებათ. ორივე ზოლში შეგიძლიათ შემოსვლა, მაგრამ შეცდომა არ გვინდა, ხო? მერე 500 და 300 მეტრი არ გვაქვს, ეგრევე დაგვიძახებს, რომ მალევე, ანუ აქვე, უნდა მოუხვიოთ მარცხნივ, ისევ გვეტყვის, რომ მალე მოუხვიეთ მარცხნივ. წითელი გვინთია მარცხენა ციმციმა, ჩავრთეთ წინა საბურავები, უკანა საბურავები შემოვიდა და გავჩერდით დისტანციით აუცილებლად ზედმეტად შორს წასვლა, რო არ მოგვიწიოს. შუქნიშანს მივაქციოთ ყურადღება, გზაჯვარედინის ცენტრამდე შევდივართ და შემდგომ უკვე მარცხნივ უნდა წავიდეთ. შუქნიშანს ვუყურებ, წითელიანთია ჯერჯერობით, მწვანე, როდესაც აინთება, შემდეგ განვაგრძელებთ მოძრაობას. მეშვიდე მარშრუტიც იგივეა ზუსტად აქამდე. აღონდა აქედან მიდის პირდაპირ და შემდეგ აი თეთრი მანქანა რო ჩანს გზაჯვარედინის წინ, შემდეგ მოუხვევს მარცხენა მხარეს. ჩვენ უკვე აქვე უნდა მოუხვიოთ მარცხნივ. ცენტრში შემოვედით, გავიხედით ორივე მხარეს, დავიწყეთ მარცხნივ მოხვევა და შემოვდივართ მარცხენა ზოლში. თუ გზაჯვარედინზე აქ მარცხნივ ან მარჯვნივ მოუხვევთ ნებისმიერ ადგილას და ზებრაზე ქვეითი დაგხვდებათ, აუცილებლად ვუთმობთ და არ იჩქაროთ, არ გეგონოთ, რომ ჩვენი გზა არის გზაჯვარედინზე მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის დროს ქვეითთა გადასასვლელი თუ შეგხვდება, ქვეითების გზა არის და ვუთმობთ აუცილებლად. ეხლა ნელ-ნელა შევანელებ. თლიან ზებრას გავხედავ ორივე მხარეს, რომ არავინ მოდიოდეს, აქაც გვეტყვის, რომ წრიული მოძრაობა პირდაპირ, ანუ ოდნავ ესე მარჯვნივ წამოვალთ, გავასწორებთ, მერე ნელ-ნელა მარცხნივ უნდა წამოვიდეთ და შევიდეთ ჩვენი მარცხენა ზოლი უნდა დავიკავოთ. შესაბამისად, თავიდანაც წესით წრიული მოძრაობა უნდა გვიკარნახოს და არა მოუხვიეთ მარჯვნივ. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, შემდეგ უკვე ახალ მითითებას მოგცემს. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა მე ხიდით ავტოვე, მარჯვენა ზოლში გადმოვალ, რადგან თავისუფალი არის და მოძრაობა არ შევაფერხო, 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე და 40-45-ით შეგიძლიათ იმოძრავოთ, ამ შემთხვევაში ხა მე 59-ით მოვდივარ. ხუთასი მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ. შესაბამისად, მარცხენა ზოლში აღარ გადავალთ. სხვა მარშრუტები მარცხენა მხარეს მიდის აქედან. პირდაპირ მოძრაობთ. მერე დაგვიძახებს 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ და პირდაპირ, რომ მოუახლოვდებით უკვე ნელ-ნელა მზად ვიყოთ, რომ მარჯვენა მხარეს მარტივად მოუხვევთ, ანუ ზედმეტი ფიქრი არ გვჭირდება, ხო? წრეულზე არ შევდივართ, უბრალოდ მარჯვენა მიმართულებით უნდა წავიდეთ. მალე წრეული მოძრაობა მარჯვნივ დაგვიძახებს აქედან, ნახეთ, წინ არ უნდა შევიდეთ წრეულზე. აი ესე მარჯვენა მხარეს ჯებირები სადაც არის, უნდა გამოვყვეთ მარჯვენა ბარდიულს, მარცხნივ მხარზე გავიხედოთ, გზაზე არავინ შემოგვიჭრას, ქვეითთა გადასასვლელზე არავინ არ იყოს, შემოვედით მარჯვენა ზოლში, კარგად დააკვირდით აქ ზოლებს, მარცხენა და მარჯვენა ზოლი გვაქვს. უკიდურეს მარჯვენა მხარე რაც ჩანს, ის უკვე პარკირებაა. მარჯვენა ზოლს შემოვყევი, მაგრამ დაბრკოლებებია, მარცხენა ციმციმას ჩავრთავ, სარკე მხარის შევამოწმე, გადმოვედი მარცხენა ზოლში, რომ ამათ გვერდი აუვაროთ, ხო? ისე თვითონ მოსახვევს მარცხენა ციმციმა არ ჭირდება. 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, ცოტა ხანში 30 გვექნება, იმიტომ რომ სკოლის ტერიტორია იქნება წინ. ზოლები კარგად განსაზღვრეთ და იმახსოვრეთ, სად მოძრაობთ, მარცხნივაც და მარჯვნივაც გზის დაგების კვალი ეტყობა, რადგან თვითონ ნახაზი არ გვაქვს მოცემული, მეტი დაკვირვება გვმართებს, ხო? აქედან დაგვიძახებს 500 მეტრი მარცხნივ და ვიწყებთ მანქანის შენელებას, იმიტომ რომ 30-იანი ნიშანი გვაქვს, მანქანის შენელება გვიწევს ბარდიულზე. ბუგაროქზე უпроსად შესაბამისად ნელა გადავალთ შედარებით, მარცხნივ გავიხედოთ, რომ ბავშვები არ იყვნენ, ამ შემთხვევაში არავინ არ არის, 30-ს არ უნდა გადავწდეთ,
ესე ბუკაროქს როგორც კი დავტოვებთ 30-ზე სწრაფად მაინც არ წახვიდეთ ამ შემთხვევაში, რომ არც გზაჯვარედი მქონია და არც ამ უსწორმასწორობამ არ გაგვიუქმა 30-იანი ნიშანი. მალე მოუხვიეთ მარცხნივ, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, ნელ-ნელა მივდივართ პირდაპირ, წინიდან არავინ არ მოდის, მოუხვევთ და შევდივართ აუცილებლად მარცხენა მხარეს. შემდეგ სარკეს შევამოწმებ, ხარ შევამოწმებ და ოდნავ მარჯვნივ მოვიწევი. მარჯვენა ზოლი ვიწროვდება და მიწევს, რომ შევუერთდე, ანუ ციმციმა არ გჭირდება თვითონ გვიერთდებიან რეალურად, მაგრამ ჩვენც გვიწევს, რომ შეერთების მომენტი, ეს დაკვირვება გავიაროთ, რომ იქიდან ხელი არავინ არ შეგვიშალოს. ხო, შემოსვლისთანავე 500 მეტრი სავარაუდოდ არ იქნება, ამიტომ 300 მეტრი მარცხნივ გვეთყო და აქ ეხა ამ მანქანას დავაკვირდები ჯერ რატომ იყო გაჩერებული იმ მანქანამ, გვერდი კი აუარა, მაგრამ არ ყოფილა გვერდისავლა საჭირო, ეთყობა ვიღაცას ელოდებოდა ან მანქანას ელოდებოდა სავარაუდოდ. მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, ნელ-ნელა მივდივართ წინ, მარცხნივ მარჯვნივ წინ ვიყურებით, ადრე ამ ადგილზე შუქნიშანი იყო და ახლა აღარ არის, ცენტრამდე მოვედი, მოვუხვე მარცხენა მხარეს, შემოვედით ზოლში და ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. ხო, ამ გზაჯვარედინზე დააკვირდით იმას, რომ ძველ ვიდეოს თუ ნახავთ, ძველ ვიდეოში მან შუქნიშნები იქნება. ამ შემთხვევაში შუქნიშანი აღარ გვაქვს. აქ კიდევ ერთი შუქნიშანია, ამ შემთხვევაში ნახეთ არ მუშაობს. აქ შუქნიშნებს ხან დგავენ, ხან იღებენ, ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს. შესაბამისად, მაქსიმალური დაკვირვება მოვახდინოთ, როდესაც ამ ადგილზე მერვე მარშრუტზე მოგვიწევს გამოვლა. სხვა მარშრუტები აქ აღარ მოდიან, ადრე რამდენიმე მარშრუტი მოდიოდა კიდევ. ბოლომდე პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, გზა 50-იანი არის და ვცდილობთ, რომ 50-ს არ გადავაჭარბოთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მთავარი მიზანი არის ეგ, რომ 50-ს არ ავწდეთ. მარცხნივ მარჯვნივ გზაჯვარედინზე მწვანე გვაქვს, მაგრამ მაინც გავიხედებით და გავაგრძელებთ მოძრაობას. ხო, იმ მომენტში თქმა ვეღარ მოვასწარი, ზებრები არის ირგვლივ და ქვეითები თუ იქნება იგივე სიტუაცია მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის დროს აუცილებლად უნდა გავატაროთ. აქ 50 გვაქვს მაქსიმალური და მოძრაობთ 40-55-ით. აღმართია და ვითვალისწინებთ იმას, რომ მეტი გაზი სჭირდება და სიჩქარე არ გაგვეგზეს ზედმეტად ზევით, ხო? 50-ს არ ავწდეთ. 500 მეტრში მოუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებს. ხა ჭრდილში არ ჩანს კარგად, მაგრამ მარჯვენა მხარეს მანქანები დგას, შესაბამისად ჯერ არ გადავალ მარჯვენა ზოლში. ან შეიძლება საერთოდ არ გადავიდე და მარცხენა ზოლიდან მოვუხვიო, მაგრამ თუ თავისუფალი იქნება, დაიმახსოვრეთ, აუცილებლად გადადით მარჯვენა ზოლში, თუ მარჯვენა ზოლი თავისუფალი იქნება. მალე მოუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებს, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, ნელ-ნელა შევანელებ, ბორდიულის კუთხეს არ უნდა გავხსნე, მარცხენა მხარზე გავიხედე, კიდევ ერთხელ შევამოწმე, მარჯვენა ზოლი გადავკვეთე და შემდეგ მოვუხვე და შემოვედით მარცხენა ზოლში. ხო, გზაჯვარედინზე იქ რასაც ვამბობდი, იყო ის, რომ თუ ჩვენ მან ხო მარცხნივ ვუხვევთ მხოლოდ, მაგრამ მარჯვნივ თუ წავიდოდით, მოუხვევდით ჩვეულებრივ, მხოლოდ მხარზე გავხედავდით მარცხენა მხარეს, ხო? ამ შემთხვევაში, რადგან მარცხნივ ვუხვევდით, გვიწევს, რომ წინიდან წამოსული მანქანები გავატაროთ და მარცხნიდან თუ ზედმეტად მოგვიახლოვდება, აუცილებლად ისინიც გავატაროთ, იმიტომ რომ თავარი გზის ნიშანი ადრე ქონდათ, ეხლა დათმობა უდგათ, მაგრამ შეიძლება თავარ გზაზე ეგონოს ისევ თავი, ამიტომ მაქსიმალურად ბრთხილად შედით მაგ გზაჯვარედინზე, გახედეთ, რომ ახლოს კუთხეში თუ მანქანა იდგა, აუცილებლად დარწმუნებული იყავით, რომ გითმობთ და იცის რა ნიშანი უდგას მას. მალე მოუხვე მან 500 მეტრი, 300 მეტრი მარჯვნივ, მერე გვეთქვეს, მალე მოუხვეთ მარჯვნივ და ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას აუცილებლად. ნელ-ნელა მოვდივარ, სამკუთხედთან შევანელებ, მხარზე, აი ნახეთ, უკანა ფანჯრიდან უყურებ, ან წინ გადმოვიწევი და წინა ფანჯრიდან გავხედავ, აი ესე. გავიხედე, მარცხენა სარკეს შევამოწმე, გვერდით კიდევ ერთხელ გამოვიხედე, ისევ სარკეს შევამოწმე და შემოვედი. ცოტათი რთული არის ამდენი მოქმედების ერთდროულად გაკეთება, მაგრამ გაკვეთილზე სადაც არ უნდა ისწავლოთ, ყველგან უთხარით, რომ მხარზე და სარკის შემოწმება იმდენად კარგად გასწავლოთ, რომ აქ მოსვლის დროს უკვე პრობლემა არ შეგექმნათ. როგორც კი შემოვერთდით, გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე 70, ანუ 50-იანში აღარ ვართ. წინ მყოფ მანქანასთან შედარებით დიდი დისტანციით ვივლი, იმიტომ რომ კარები ძღი აქვს და დოკით აქვს მიბმული და პლუს ზევით რაღაცები უდევს და სავარაუდოდ კარგად არ იქნება დაბმული. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას. გზაჯვარედინზე აუცილებლად შევამოწმოთ, რომ წინიდან წამოსულმა მანქანამ დაგვითმო, მაგრამ მარჯვნიდან შეიძლება არ დაგვითმოს, სწრაფად ამოდიან ხოლმე. რეალურად მათ მხედველობა შეზღუდული აქვს და მათ უფრო უწევთ მანქანის შენელება და გაჩერება, მაგრამ ჩვენ მაინც მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეხლა ნახეთ, როგორი სიტუაცია გვაქვს აქ, 70-იანი გზა არის, 52-ით მოვდივარ.
დისტანციას ვინ არჩუნებთ აუცილებლად წინ მყოფ მანქანასთან, არ უნდა მიუახლოვდეთ ზედმეტად და არ უნდა ჩამორჩეთ ზედმეტად, ხო? აუცილებლად დისტანცია კარგად დავიჭიროთ. მინიმუმ 1 მანქანა უნდა ეტეოდეს, მაგრამ ჯობია მინიმუმ 2 მანქანის დისტანცია დავტოვოთ ჩვენ შორის. ამ შემთხვევაში ეს 3 ან 4 მანქანას ჩაეტევა შორი დისტანციით მივყვები. 70-იანი მარჯვენა მხარეს ხელახლა დაგვიდგეს როგორც ხედავთ, მაგრამ ეს მეორე ნიშანი უკვე გვაძლევს იმას, რომ ჩვენ ვიცით უბრალოდ, რომ წინ უკვე 50-იანი გვექნება, ამიტომ მანქანას აღარ ავაჩქარებთ, თუ მოძრაობა აჩქარდა და პირიქით შენელებას დავიწყებთ, რომ 50-იანი ზონა გვაქვს. პირდაპირ მოძრაობთ მაგისტრალზე, ვიმეორებ, რომ დაწყება და დასრულება ყველას აქვს ერთი და იგივე, უბრალოდ მაგისტრალზე შესვლის მომენტი არის ცოტათი სხვანაირი. ანუ ერთი არის, რომ ქალაქიდან შევდივართ და მეორე არის, რომ აი ამ კონკრეტული ადგილიდან გვიწევს შესვლა. სარკეს შევამოწმებ მარცხენა მხარეს და ნელ-ნელა ავაჩქარებ. მარცხენა ზოლიდან იციან ხოლმე გადმოსვლა შუაში და შემდეგ მარჯვენა ზოლში, რომ პირდაპირ ქალაქში წავიდნენ. წინ მყოფი მანქანა შესაბამისად, რადგან წეღანასნელა დადიოდა, აი ავარიულები ჩაგვირთო. მარცხენა ციმციმა სარკე მხარი და გადმოვალ მარცხენა ზოლში, რომ მე იმას გვერდიაო, რომ შეიძლება არ შეუძლია 60-70-ზე სწრაფად მოძრაობა, ამიტომ მე 80-85-ით უნდა ვიმოძრაო და გვერდსული. მარჯვენა სარკე მხარი და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. ეს შემოერთების მომენტში, აი აქ ხედავთ ეხლა, რომ მარჯვენა მხრიდან მანქანები უნდა შემოგვიერთნე. ყურადღებას ვაქცევთ, რომ სადაც არ შეუძლიათ შემოსვლა, მაგალითად აქ არ შეუძლიათ, მაგრამ გადმოდიან ხოლმე. და შევამოწმებ სარკეს, რომ არავინ მყავდეს გვერდით ესე მარჯვენა სარკედან მხარი შევამოწმე, რომ თუ ვინმე იქნება, მე იმას ან გავასწრო, ან ოდნავ ავაჩქარო მანქანა, ან პირიქით გაზს გავუშვა ფეხი და მივცე საშუალება, რომ შემოვიდეს. იმიტომ რომ არ ღვევენ ხოლმე წესით, აი აქ უნდა შემოგვიერთდნენ. და აქ ხელახლა შევამოწმებ სარკეს, არავინ არ არის. ეს მანქანა ეხლა თუ არ შემოვიდა, უკვე ჩვეულებრივ ისევ პირდაპირ ვაგრძელებ მოძრაობას. თუ შემოვიდო და ოდნავ შევანელებდი, ანუ გაზზე ისაც ფეხი აუშ, მაგრამ თუ საჭირო იქნებოდა მუხრჩას ნელ-ნელა შევაპარებდით ფეხს. 90 გვაქვს მაქსიმალური, 80-85-ით მოძრაობთ, პირდაპირ მივდივართ იქამდე, სანამ მინიშნებას არ მოგცემს. ანუ წინა ეხა ორი მწვანე ნიშანი გამოჩნდება, დიდი ბილბორდი, სადაც დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში უნდა მოვუხვიოთ მარჯვნივ. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, ეს მანქანა შემოდის, ამიტომ ნელ-ნელა ეხა მე შევანელებ. 90-დან ხო 79-მდე ჩამოვიყვანეთ სიჩქარე ამ მანქანის გამო, ანუ შენელება მოგვიწია, 500 მეტრი მარჯვნივ დაგვიძახებს, ნელ-ნელა მოვდივართ ესე. ხიდს რომ მოვუახლოვდებით, უკვე ვიცით რომ მარჯვენა ზოლში უნდა გადავიდეთ და ავტობნიდან გავდივართ, ხო? მარჯვენა მხარეს აი აქ ესე მხარზე გავხედავ, მანქანა მოდის, მაგრამ ჩვენზე ნელი არის, სარკეს შევამოწმებ, მხარზე ისევ გამოვიხედებით, ჩავრთე მარჯვენა ციმციმე, შემოვუერთდი, მარცხენა შევამოწმე და შევანელი. აქ მარცხენა რო არ შეამოწმოთ და შუაში ჩაიხედოთ, ეგეც შეიძლება, მაგრამ მაინც ჯობია რომ მარცხენა მხარეს შეამოწმოთ. მარჯვენა ციმციმა გვაქვს ჩართული, ანუ აი ხა დავუშვათ გამოვხდი, არ არის შეცდომა, მაგრამ აი აქ ეხა საჭეს გავასწორებდი და აქ თვითონ გაითიშებოდა, არც ეს არ იქნებოდა შეცდომა. ზოლს მივყვებით, ბოლოში როცა უკვე მოუახლოვდებით მანქანის, კიდევ ცოტათი შენელება გვიწევს, იმიტომ რომ წუდი გზა არის. აი ნახეთ როგორ უვლის, მე მგონი საგამოსტო მანქანას უვლის გვერდს, ეხა იმ მანქანას ზუსტად ვერ ვცნობ. სასწავლო მანქანა არის. ანუ რაც არ უნდა იყოს აუცილებლად დისტანციას ვიჭერთ, აღმართი არის და შეიძლება მექანიკური გადაცემა კონდეს და დაუგორდეს ცოტათი მანქანა, ამიტომ ახლოს არ მიდივარ, დისტანციას უფრო მეც ვიჭერთ ვიდრე ქალაქში აუცილებლად. მარჯვნივ მოვუხვიო გვეუბნება, მარცხენა ციმციმას ჩავთავ, სტოპ ნიშანი გვაქვს, ცალმხრივი მოძრაობა დასრულდა და მარცხნიდან წამოსულებს ეუბნება, რომ გზა მხოლოდ პირდაპირ არის, ანუ იმას რომ აქ ჩამოხვევის უფლება მათ არ აქვს. ანუ პირდაპირ გზა ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ მარჯვნივ მივდივართ. ჯერ ეხლა აქედან გახედვას აზრი არ იქნება, წინ მანქანას ველოდებ, გავიხედები, მაგრამ თითქმის არაფერი არ ჩანს, დაძრა მანქანამ, მივდივარ, აი აქ ნელა მოვალ, რომ იცოდეს გამომცდელმა, რომ არ დამიტორმოზოს, ანუ მე ყურადღებას ვაქცევ და ვიცი, რომ გაჩერების ვალდებულება მაქვს, გავიხედები მხარზე რამდენიმე მანქანა მოდის. შეგვეძლო მაგალითად მანამდე გვეთქვა, რომ ეს მანქანა რო წავა, მე წინ მივალ, რომ სტოპ ხასთან მე გავჩერდე. ანუ ვაჩვენოთ, რომ ვიცით ეს წესი.
მარცხნივ გავიხედები, ორი მანქანა არის, ერთ მაგაიარა, კიდევ ერთხელ შევამოწმე, მარცხენა ციმციმა მაქვს ჩართული, შევუერთდი, წინ გადმოვიწიე, სარკეში ჩავიხედე, ის მანქანა, რომელიც შორს მოდიოდა, ჯერ ვერ დაგვეწია, ანუ ახლოს ვერ მოვიდა, ავაჩქარეთ და გამოვხდეთ მარცხენა მაჩვენებელი. 60-ით მოვდივართ აქ მაქსიმუმ ესეჯობია, იმიტომ რომ წინ უკვე 50-იანი გვექნება და დაღმართი როგორც კი დაიწყება, თავიდან ხო პატარა აღმართი არის, დაღმართი როგორც კი დაიწყება, გაზიდან ფეხი უნდა ავიღოთ, რომ მე ოდნავ მანქანას შევანელოთ აუცილებლად. 50-იანია, მუხრუჩაც ოდნავ შევაბარეთ, რომ შენელების პროცესში ვიყო, ან უკვე 50-ით შემოვიდეთ შიგნით. ეცადეთ რომ ზოლები არ გადაკვეთოთ, მარჯვნივ ვერ გადაკვეთავთ, ეხლა იმდენად იქით მე მგონი არავინ არ წავა, მაგრამ მარცხენა მხარეს შემოსვლის დროს მარცხნივ არ გადაკვეთოთ. აქ წითელ ნიშნებთან ვამბობ ყოველთვის, რომ მარცხენა ციმციმა უკვე ჩავრთოთ, რომ იქ შემდეგ სანერვიულო არ გაგვიხდეს, როდის ჩავრთოთ და ასე შემდეგ, სარკეში ჩავიხედები, მანქანა მოდის, არ ავაჩქარებ, მე მგონი სავარაუდოდ შეიძლება გაჩერება მომიწიოს, შევანელებ, ოდნავ მანქანები მოდიან, კიდევ ცოტათი შევანელებ ეხა, სხვა გზა არ მაქვს, ეს ერთი მანქანა არის, სარკეში ჩავიხედე, მხარზე გამოვიხედე და ნელ-ნელა მანქანის აჩქარებას დავიწყებ. გაჩერება არ მომიწია, მაგრამ რომ მომხდარიყო ისეთი სიტუაცია, რომ კიდევ ყოფილიყო რამდენიმე მანქანა, აუცილებლად გავაჩერებდი და შემდეგ გავაგრძელებდით მოძრაობას. აქედან უკვე ისევ 90 გვაქვს მაქსიმალურ და პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას და ვასრულებთ უკვე ჩვენს გამოცდას, მაგრამ აქ ეცადეთ რომ არ იჩქაროთ არც ერთ შემთხვევაში, თუ აქამდე მოხვედით, უკვე ბოლომდე უნდა გახვიდეთ და მთავარი მომენტი ის არის, რომ სიჩქარე არ გადააჭარბოთ და გვერდებზე არ გადახვიდეთ ისე რომ საჭიროება არ მოითხოვდეს. ოდნავ შევანელებ, ნახეთ ეს მანქანა როგორ იქცევა, კინაღამ შემომივარ და შუა გზაზე. მარჯვნივ წასულიყო თუ მარცხნივ წასულიყო ვერ გაიგო და სავარაუდოდ მარჯვნივაც იმიტომ წავიდა რომ აქეთკენ ვერ შემომასწრებდა. და სახიფათო მომენტები ხშირად იქნება ხოლმე. 500 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ, მერე გვეტყვის 300 მეტრი მარჯვნივ, მერე გვეტყვის მალე მოვუხვიოთ მარჯვნივ. ანუ ბოლოსში უნდა ჩავიდეთ და მაგისტრალის დასასრულს უკვე გავჩერდ, მოვუხვიოთ მარჯვნივ. 70-იანი ნიშანი გვაქვს, ხიდს როგორც კი დავინახავთ, წინა ვიდეოებში ვამბობ, რომ გაზიდან ფეხი ოღონ ახლოდან რო დავინახავთ, ესეც შორიდანაც ჩანს. მარჯვენა ციმციმას ჩავრთავ, გაზიდან ფეხი აღებული მაქვს და თვითონვე 70-ით მოდის, ეხა 60 ხვდა ნელ-ნელა იკელებს, ანუ გაზს აღარ უმატებ, მარჯვენა ციმციმა გამოვრთე, ამხელა მანძილზე რო არ გქონდეს ჩართული, თუ ოდნავ წინიდან შემოვალთ, არც ეგ იქნება პრობლემა, რომ მერე ჩართული დავტოვოთ, არანაირი ვარიანტი, ანუ შეცდომა აქ არ გვექნება. მალე მოუხვეთ მარჯვნივ, შემოვედით მარჯვენა ციმციმით და მოვუხვებით გზას, ბოლომდე ავდივართ პირდაპირ და ვასრულებთ იქ უკვე გამოცდას. გაკვეთილებზე ჩაზაწერათ, კიდევ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე, რომელიც აღწერაშიცაა მითითებული და თავიდან ფოტოზეც იქნება. ან აქვე გეტყვით, რომ 557 72 26 04 და დაგვიკავშირდით. როგორც მოედანზე, ისევე ქალაქზე ვასწავლით. მოედნის ფასი ამ შემთხვევაში 50-ია, ქალაქის 60. მარცხენა სარკე შევამოწმე, მხარზე გამოვიხედე 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და გადმოვედით, ხო? ან 300 რო გვეთყო და მერე გადმოვიდოდით. დაბრკოლება გვაქვს მარჯვენა მხარეს, მარცხნივაც უკვე დიდი მანქანების შუაში მოვყევთ, ან საკმარისად შევანელებ, რომ მარჯვნიდან არავინ მოდიოდეს და ისე გავაგრძელებ მოძრაობას. აქ უკვე დაგვიძახებს, რომ მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას. პირველ გამოსასვლელს არ უთმოთ აუცილებლად მეორეს, ან თვითონ წრეულს გავიხედე, არავინ არ არის და შემოვედით. ვამზადებთ როგორც არასაგამოცდოზე და უკვე როდესაც კარგად ისწავლის მოსწავლე, შემდეგ გავდივართ sagამოცდო გზებზე. აქედან ჩავრთავთ მერე უკვე მარჯვენა ციმციმას, სარკეს და მხარს შევამოწმებთ და მარჯვენა მხარეს იქ პარკინგის ნიშნები არის, ეხა არ შევალო, ხელი არ შეუშალო, უკან მომყვება. და იქ ვაჩერებთ მანქანას.